მე ვარ ემილი არძიანაძე 11 წლის. ვსწავლობ ნიკეს სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, სიმღერა, ძილი და კითხვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს კითხვა, რადგან კითხვა მამშვიდებს და როდესაც ვკითხულობ, სიმშვიდეს და ბედნიერებას გვგრძნობ. პირველი წიგნი წავიკითხე, როდესაც ვიყავი 5-6 წლის, იმიტომ რომ სანამ სკოლაში წავიდოდი, მოსამზადებელს დავდიოდი და იქიდან ვისწავლი კითხვა. და მალე დავიწყე ადრეულ ასაკში დავიწყე წიგნების კითხვა. ჩემი პირველი წიგნი იყო სულხან საბაურბელიანის იგავარაკები. საყვარელი წიგნი არის ბულერბიელი ბავშვები. კითხვა შემაყვარა მამაჩემმა, რადგან მამასთან ერთად ვკითხულობდი წიგნს. ახლა ხვდები, რომ მამაც იცლობდა დამოუკიდებლად მეკითხა წიგნი. როდესაც წიგნს ვკითხულობ, ცხოვრობ პერსონაჟების სამყაროში. ჩემი საყვარელი წიგნია თეა მასწავლებელი წიგნის საშლელებიდან. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემი და ჩემი ოჯახის თავგადასავალზე, რადგან ისინი ძალიან მნიშვნელოვანი არიან ჩემთვის. სხვათა შორის მე ერთხელ ვცადე წიგნის დაწერა და გავაკეთე ემილის თავგადასავალი. წიგნი როდესაც წავიკითხე, რადგან ჩემი სახელი იყო ეს ემილი, გადავწყვიტე მეც შემექმნა ჩემი გონებით დაწერილი ემილის თავგადასავალი და მართლაც დავწერე. ახლა ვარ ამ წიგნის დამუშავების პროცესში. ფიქრობ რა შევცვალო და რა დავამატო. ჩემი საყვარელი მწერალია ასტრიდ ლინდგენი. ადამიანისთვის კითხვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ის ჩვენ განვითარებს და მეტ ცოდნას გვუმატებს. ცოდნა არის სასიამოვნო სატარებელი ტვირთი. ვაიმე, ძალიან კარგად მიდის, აი კიდევ დიდი სიამოვნებით მოვიდოდი აქ. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან დღის განმავლობაში უმეტეს დროს იქ ვატარებ, ვერთობი მეგობრებთან და ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს. ჩემი სკოლის დირექტორს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. პირველ ნახვაზე ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი სკოლა აქვს და ჩემი კლასია საუკეთესო. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ჩემი დაქალი ანიტა კახიძე, რადგან ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა და ყოველთვის ცდილობს, რომ გამახალისოს და გამაცინოს. ჭკვიანს ვერ გამოვყოფ, რადგან ამ მხრივადაც ძალიან კარგი კლასი ვართ. ყველაზე მშვიდია ნუცა შოთაძე. ყველაზე ცელიქია გიორგი ლამპარაძე. მეორე ყველაზე ცნობის მოყვარე, გვერდში მდგომი, ლამაზი და კეთილი. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურიც გარდა კიდევ მინდა ვიცოდე ფრანგული. საყვარელი მასწავლებელია ლია ლომინაშვილი, რადგან მის სიყვარულს გრძნობ ჩვენს მიმართ, გვიხალისებს გაკვეთილს ყოველთვის ჩვენს გვერდითა და უფრო მეტ ძალას გვუმატებს, როდესაც მისი გაკვეთილი არის სწავლის ძალას. ჩემი აზრით, ლია მასწავლებელი ყველაზე მეტად მე მიყვარს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდი ადვოკატი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მოლარი. მაღაზიის მოლარი. ფულის ფრანგვა მიყვარს ძალიან და ანუ 1 ლარიც რომ მქონდეს ჯიბეში არ გავიჩენებ. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონია დაბადების დღეზე, რადგან ჩემი მეგობრები ყოველთვის ჩუქნიდნენ ფულს, მინიმუმ 1000 ლარამდე. ეს ფული დავხარჯე, ტანსაცმელები ვიყიდე ჩემთვის და ჭამე ისაც დიდი ხანი მინდოდა რომ მეჭამა სუში, ჩემს მშობლებთან ერთად. ახლა გამახსენე და მოდელობაზეც მიფიქრე და ტანსაცმლის დიზაინერობაზეც. მაგრამ მე მგონი ადვოკატობა უკვე მყარად მაქვს გადაწყვეტილი. ადრე დავდიოდი ცეკვაზე და დროის უქონლობის გამო გამოვედი. ჩემი დროის უმეტეს ნაწილი ხარჯება ძილში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ძილი და დღის უმეტეს ნაწილს ძილს ვუთმობ. სიმღერაც მიყვარს და ამ სფეროს რომ გავყოლობდი, ვიქნებოდი დიდ სცენაზე. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ბაბუა. მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. დედის ერთობა კარგი იმითაა, რომ ერთი ვარ, ყველაფერს მისრულებენ და მანებივრებენ, მაგრამ ცუდი ისაა, რომ როდესაც მოწყენილი ვარ გვერდით, არავინ არ უყავს რომ ვეთამაშო და რაღაცნაირად დედის ერთად ვარ, მარტო ვგრძნობ თავს. მამაჩემი არის ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანი, რადგან როდესაც ჭირდება ყოველთვის ჩემს გვერდით არის, ყველაფერს მისრულებს და ყოველთვის ცდილობს რომ მე ვიყო ბედნიერი. ისე მეკცევა როგორც ნამდვილ პრინცესას. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი და გვერდში მდგომი. მისი წყალობით უკვე ვარ კარგი დიასახლი. სახლის დალაგება შემიძლია და საჭმელების გაკეთებას ვიცი. პირველად რომ საჭმელი გავაკეთე, ვიყავი 8 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის სხვადასხვა დესერტების გაკეთება და კარტოფილის შეწყობა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავეჩენდი ძამიკოს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. ჩემს საყვარელ ქალაქ ბარსელონაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა? ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო, როდესაც მე, დედა და მამა წავედით ჩემს დაბადების დღეზე ერთ ლამაზ ადგილას. სადაც დავიწყარით დრო გავატარეთ და ძალიან ვიბედნიერეთ და ვიმხიარობდით. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. მისი სახელი რომ არ ერქვას, რა ერქმეოდა? მაგალითად მე, ემილი რომ არ მექვას, მერქმეოდა ნინი. რადგან ძალიან მომწონს ეს სახელი. ბედნიერება არის ცეკვა, კარგი მეგობრები და ოჯახთან ერთად გატარებული დრო. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.